თქვენს წინაშეა დღევანდელი კერძის მთავარი გმირი გოგრა. ეს არის თბილი ტკბილი საშემოდგომო კერძი. გოგრაში გამოუცხარი ბრინჯი, ჩირით გაჯერებული და ბუნებრივი სიტყვებით. დღეს მოვამზადეთ სომხური ტრადიციული კერძი ხაფამა. გოგრის არჩევისას ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას, რომ კანი იყოს საშუალო სისქის. არ ძალიან თხელი, რომ დაჭრის შემდეგ დაიშალოს და არ ძალიან სქელი, რომ ღუმელში გამოცხობა გაუჭირდეს. გოგრა უნდა იყოს შიგნიდან ტკბილი, რომ შემდეგ მისი არომატები და გემოები გადასცეს ბრინჯს. შეიცადეთ, რომ გოგრა არ იყოს არ ძალიან მშრალი და ასევე არ ძალიან ნოდიო. მე დღეს წარმოგიდგენთ სამი სახის გოგრას. მხოლოდ ერთს ავერჩევ და იმაში მოვამზადებ დღევანდელ კერძს. ჩემს ხელთ არის მინდვრის გოგრა. ასევე ჰელოუინის გოგრასაც ეძახიან, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შესაძლებელია, რომ ამოდვიფროთ აქ სხვადასხვა ფიგურები. ვიზუალურად არის ძალიან ლამაზი გოგრა, მაგრამ არის ძალიან ტენიანი და ასევე ძალიან უგემური. გამოცხობის დროს გამოსცემს საკმაოდ ბერძენს, ასევე გემოც არ არის ისეთი კარგი, რომ გადასცემს ჩვენს ბლავს. ამიტომ ეს გამოვრიცხოთ საერთოდ შესაძლებელია ამის სუპებში და სხვა კერძებში გამოყენება. ასევე მაქვს მუსკატის გოგრა. ასე ეძახიან აქ. მუსკატის გოგრა მრგვალი ტრადიციული ფორმის. შიგნიდან ღრმად ნარინჯისფერი, ტკბილი და არომატული. კანის საშუალოზე უფრო თხელია. ჩემი გოგრა გადამწიფებულია და მეშინია რომ გამოცხობისას არ დაიშალოს. ისე ზომით ერთი ოჯახისთვის სრულიად საკმარისია. დღეს შევჩერდეთ გოგრაზე, რომელსაც აქვს ესეთი საოცარი ფორმა. ამას აქ უწოდებენ ცენტნა გოგრას, საქართველოში ნახე რა ქვია კონკია. არის ფრანგული წარმოშობის. გოგრა გამოირჩევა დიდი ზომით, სქელი კანით, ტენიანი ბოჭკოვანი რბილობით. შიგთავს კარგად ინარჩუნებს ღუმელში და ფორმას არ კარგავს. ვიზუალურად ნამდვილად შთაბეჭდავია. გემო შედარებით ნეიტრალური, არც ტკბილი და არც არომატული. თავარი როლი ეკისრება შიგთავს, ხოლო გოგრა კი ვიზუალური მხარეა. ამ სამი გოგრიდან იდეალური არის მუსკატის გოგრა, თუ არ არის გადამწიფებული. გოგრა გავრეცხოთ, შემდეგ მოვაჭრათ თავი, ლამაზად მოვაჭრათ, ამოვუღოთ გული მთლიანად და წაუსვათ თაფლი. ძალიან განიერი თავი არ გაუგეთოთ, შეგიძლიათ ასევე რომ ისი პატარა სამკუთხედებად მისცეთ ფორმა. ამოვასუფთავებ ახლა გოგრას, მთლიან გულს ამოვუღებ. შიგნიდან რომ არომატული იყოს და დავადგოთ ცოტა კიდევ ჩვენი გოგრა, თაფს წაუსმევ ახლა მე. თაფლი ყველგან უნდა წაუსვათ აბსოლუტურად. გოგრას წაუსვით შიგნიდან უკვე თაფლი, თავსახურსაც უნდა წაუსვათ. გოგრა მზად არის, ახლა გავამზადოთ შიგთავსი და მოვათავსოთ შიგნით. შიგთავსისას გვჭირდება სხვადასხვა ჩირეული. შეგიძლიათ ასევე ნუში, ნიგოზი, ქიშმიში და თქვენი საყვარელი ხილი, ჩირი ან თხილეული დავუმატოთ. საშემოდგომოდ რა თქმა უნდა ძალიან გემრიელი იქნება ასევე კომშის და ვაშლის დამატება. მე განახერხეთ ახლა თუ რომელ ჩირს უმატებ. შავი ქლიავის ჩირი, გარგარის ჩირი, ასევე უმატებ ნუშს. ქიშმის ეს არის ნახეთ, საკმაოდ დიდი ქიშმიშები, ასევე თეთრი ქიშმიში, უმატებ კიდევ ნიგოს. დაგჭირდება კარაქი და დაგჭირდება ვანილი. ჩირი დავჭერთ სასუალო ნაჭრებად, მე მაგალითად ქლიავის ჩირი ძალიან მიყვარს. აი ესეთ საშუალო ნაჭრებად დავჭერთ, ნახეთ, უბრალოდ შუაზე გავჭრი. ყველაფერს უმატებ დაახლოებით 100-150 გრამს. ნიგოზის ძალიან უხდება ტკბილ კერძებს, როგორც უკვე იცით, გოგრას განსაკუთრებით. ძალიან არ უნდა დავაქუცმაცოთ, არამედ საშუალო ზომაზე დაჭერით. ნუშის დავუმატოთ ახლა.
არ უნდა გამოუჩეს არც ეს შემთხვევაში, რომ ქიშმიში წინასწარ დავალბოთ წყალში. ასე გაირეცხება კიდევაც და გემოვი უფრო მეტად კარგად გაუჩნდება. ფლავის ბრინჯი გჭირდება, მე აქ მაქვს ბასმათი ბრინჯი, ისე უჯობესია თუ გიქნებათ ფლავის ბრინჯი, არის უფრო მრგვალი. აი შეხედეთ როგორი ბრინჯი არის ჩემთან. ეს ბრინჯი არ იშლება სწრაფად, არამედ რჩება ისე მტკნარი, იქნება ბოლოს შემდეგ თქვენი ფლავი იქნება ფანტია. ბრინჯი უნდა გავრიცხოთ კარგად, იქამდე უნდა ვრიცხოთ, სანამ არ გაუვა თავისი სახამებელი და არ იქნება სულ თეთრი კამკამა წყალი ბოლოს არ შერჩება. ანუ ძალიან კარგად უნდა ვრიცხოთ. ბრინჯს მოხარშვით დროს მე მარილს არ ვუმატებ, არამედ პირდაპირ ვათავსებ ადუღებულ წყალში და ხარშავ ისე რომ იყოს დაახლოებით 70% მოხარშული. თითო ადამიანზე გაითვალისწინეთ დაახლოებით 9 ჭიქა ბრინჯი. დაახლოებით 70 გრამი, მეტი არ არის საჭირო, იმიტომ რომ ეს არ არის მთავარი კერძი, არამედ არის დესერტი. წყალი კარგად ადუღდა, ჩავშოთ ახლა ბრინჯი და მოვხარშოთ ნახევრად. ხაზს რომ მოკიდებ, უნდა შუაზე ტყდებოდეს. ჯერ დაგვრჩა მოსამზადებელი, მოვშოშოთ ახლა ჩვენი კარაქში ნიკოსთან და ნუშთან ერთად, რადგან ქიშმიში საკმაოდ მალე და სწრაფად იწვის, ამიტომ მე დავუდოთ სულ ბოლოს. საოცარი სურნელი დროელებს სახში. დავამატოთ უკვე დარეჩინი გემოვნებით, შემოდგომას უხდება. გოგრასაც ძალიან უხდება, ჩირსაც ძალიან უხდება. პირადად მე ძალიან მიყვარს ვანილი, ამიტომ ვანილსაც დავუმატებ ჩემთან. თაფლი უნდა დავუმატოთ დაახლოებით 2 სუფრის kovsi. ძალიან თქმელი არ უნდა იყოს. ჩირი თვითონ მისცემს სითბოს გემოს. ყველაფერი გამზადებულია იმისათვის, რომ ჩავაბრძანოთ უკვე გოგრაში, უმრავლესობა ამზადებს შემდეგნარად. ჯერ ბრინჯი, შემდეგ კარაქი, შემდეგ ჩირი და ასე მონაცვლეობით. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ბრინჯს და კარაქს აქ ვიაურებ და შემდეგ ისე მოვათავსებ გოგრაში. ზემოდან მოვასხათ თბილი მორჩენილი კარაქი, თლიანი მასიდან. განსაკუთრებული გემოთ არომატისთვის ზემოდან დავადოთ კიდევ დარეჩინის ჭხირი. აი ასე ნახეთ. ზემოდან უნდა წავსვათ კიდევ ზეთი, მანამდე დავამზადებ მე ხა ალუმინის ქაღალდს, საშუალო მე შევახსენებ ჩვენი გოგრა და უნდა მოვათავსოთ შემდეგ ხუმელში. ზეთი ყველგან წავსვათ აბსოლუტურად. შემოვახსენებ ქაღალდი. რადგანაც ჩვენი გოგრა არის 5 კილოგრამიანი და დაახლოებით 2 საათი მოუწევს ხუმელში 180 გრადუსზე გაჩერება. ჩავდებ შესაფერის ფორმაში, რომ გამოცხობისას ფორმა არ დაკარგოს,
და ახლა მოვათავსოთ ღუმელში 180 გრადუსზე დანით გავსინჯოთ. თუ კი ადვილად ჩაერჯოთ დანი, ესე კი უკვე მზად არის. ჩვენი გოგრა მზად არის, მეგობრებო, დაჭირდა საკმაოდ დიდი ხანი და არ უნდა მოგეთყოთ, რომ 2 საათში 5 კილოგრამიანი გოგრა იქნება მზად. ყველაზე ცოტა 3 საათი, 3 საათნახევარი მაინც ჭირდება. ნახევარი საათი ადრე, ანუ ცხობის დამთავრებამდე მე გადავხატე ეს ალუმინის ქაღალდი და ისე დავამთავრე შემდეგ ცხობა. ნახეთ როგორ საოცრება. ეხლა მთავარი ამოცანა ის არის, რომ სხვა თასზე გადავიტანოს, რომ არ დამეშალოს. ეხლა დავჭრათ, მეგობრებო, მაგრამ ცხელია ჯერ. ვერ დაველოდები, იმიტომ რომ ფაქტობრივად მთელი დღე ველოდები, ამიტომ მივდივარ რისკზე და ვჭრი. თუ არ გამოვიდა და დაიშალა, არა უშავს. სამაგერად თქვენთან გამოვუკეთესი. ნახეთ. ეხლა მოდის კიდევ მთავარი მომენტი. ოჩაღლალი, ნახეთ როგორი ლამაზი. ღაბამა მოვამზადეთ. იმდენად კარგი სურნელი აქვს, რომ მარტო მე და ჩემი ოჯახის წევრები კი არ ვართ შოკში, არამედ ჩემი დიეტაც შოკშია, რომ იცოდეთ. ბრინჯიც საკმაოდ ფანტია არის, ძალიან არომატულია. მაგრამ თუ არ გავსინჯეთ, ახლა ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენად კარგია. მოვიდა გასინჯოს რომ და ვნახოთ მართლა ესეთი გემრიელია თუ არა. მთელი ოჯახი შოკში ვართ. რაღაცნაირი უცნაური გოგრა თვითონ. ძაფები ვიქარს. არ აგითხათ, უნდა მოამზადოთ და მიხვდებით როგორი არომატულია, მაგრამ შეიცადეთ რომ რაც შეიძლება გემრიელი, ტკბილი გოგრით მოამზადოთ. და ამ ხელა ნამდვილად არ არის საჭირო 3 კილომდე აუსრულიათ საკმარისია. ახლა კი მეგობრებო, თუ მოგეწონა, დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები. ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. დროებით. და დამიწერო კომენტარებში გაინტერესებს თუ არა სხვა რეცეპტები გოგრით მომზადებული. დროებით.